სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი, მას გეცილების ვერავინ არ არის გასაყოფელი. სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. ერთის მხრივ მე ვსწავლობ, იმიტომ რომ მე მაქვს რაღაცის იმედი. ყოველსად ვისწავლობ, უცხოეთში ვერ წავალ ჯერჯერობით. ზოგად განათლებას მაინც იძლევიან. გვინდა რომ მივიღოთ მრავალხმიანი განათლება, თითქოს აი ფილოსოფიაშიც ვიყოთ გარკვეული, სოციოლოგიურ პირობებშიც ვიყოთ გარკვეული, ასევე სხვა სხვა. აუცილებელი ადამიანმა მიიღოს თავისი რასაც პროფესია არის, აი მასში იყოს სპეციალიზირებული აუცილებლად. აი ახლა მე გეტყვით, ამერიკაში ვიყავით ჩვენ ახლა წასულები გასტროლებზე. იქ მეტი წილია რა, ხალხი განათლებაზე არ არის ლაპარაკი, თავის საქმე იციან და პროფესიონალია. მაგრამ აი უცბად რომ გადაუხვევ რაღაც ისტორიული საკითხი, ელემენტარული შეკითხვა ვერ გიპასუხებს. მე მიმაჩნია რომ პროფესიონალიც უნდა იყოს და განათლებაც უნდა ქონდეს. მარტო შენი საქმე რო იცოდე კი კაია, მაგრამ ელემენტარული რაღაცა ხომ უნდა იცოდია რა. ისწავლეს სწავლის მძებნელო, მიიღევ დავითის მცნებასა, ჯერ მწარეჯამე, კვლავ თკბილი, თუ ეწებ გემოვნებასა. თავი კონდეს განათლება და სამსახურში როდესაც მიგიღებენ, აი მას არ უნდა უყურებდნენ. თქვათ რა დაამთავრე, თავია რა იცი. თუ აზროვნებს არ აქვს მნიშვნელობა, აქვს დიპლომი თუ არა. არ არის საჭირო უმაღლესი დამთავრება. აი თქვათ წიგნებიდანაც შეიძლება რომ განათლება მიიღოს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადამიანი არ იყო თავის სპეციალობაში, საერთოდ არ აქვს აზრი როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. ბევრს დიპლომი აქვს, მაგრამ არაფერი არ იცის, მაგრამ ჩვენ დიპლომი არ აქვს, მაგრამ ხალხურ ფოლკლორს ვერ მსახურებით. დიპლომიანებს ჯობი ვართ რა ფაქტიურად. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირის. ეს ქვეყანაში ყველა გზა გახსნილია ახალგაზრდობისას. ყოველ შემთხვევაში, არც ისე შორეულ წარსულში, მშობლები საკუთარ შვილებს ძალით უღებდნენ სასწავლო დაწესებულებების კარებს, საიდანაც ისინი სახელგანთქმული მეტალურგები, ექიმები და არქიტექტორები გამოდიოდნენ. მაშინ ეს პროფესიები ძალიან პოპულარული იყო და შვილებიც ცდილობდნენ, როგორც შეეძლოთ. დედაჩემს იურისტი უნდა და გამოსულიყავი და საღორეში წავიდე? მაშინ საღორეში წასვლის პერსპექტივა არც ისე მომხიბვლელი, მაგრამ ხშირად გარდაუვალი იყო. დიპლომი საიდან მოვიტანო? რა ვქნა მე? სადვიშო, დავხატო? დიპლომის დახატვის აუცილებლობა დღეს აღარ არის, რადგანაც ოფიციალურად საქართველოში 200-ზე მეტი კერძო და 24-ზე მეტი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია გახსნილი. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ თამავს არც შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. ქართველებისათვის ნებისმიერ დროში ძვირ ფას დიპლომს ახლა რეალურად სოლიდური ფასი აქვს და ახლებურ ამერიკულ პრაქტიკულ განათლებასაც იძლევა. კიდე რა თქვა მაი? ყოველ შემთხვევაში ამგვარმა დაწესებულებებმა ვიწროდ სპეციალიზირებული ახალი ქართველი ადამიანები მოამრავლა და სწორედ ის ცოდნა შეზღუდა, რითიც ქართველების იდეალური თუ გაიდეალებული განათლებულობა იზომებოდა. ზირთადად იყიდება ლიტერატურა უცხო ენაზე, ახლანდელ დროში ხომ იცით რომ უცხო ენაზე დიდი მოთხოვნილება. Это был беспрецедентный случай. ისე მხატვრული ლიტერატურა ძალიან ნაკლებად, აღარც პოეზია აღარავის აღარ. აი ზირთადად ჩვენთან პოეზიას ციკნებს თითქმის აღარ ვღებლებთ, იმიტომ რომ არ იყიდება. თქვა? საქართველოს ყველაზე პროფესიონალმა ბუღალტრებმა რომ დაიანგარიშონ და გამოთვალონ რაღის დღეს განათლება, მიიღებენ სერიოზულ თანხას. იგი შეუფასებელია. სველი ხაზის საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. იყო და არა იყო რა, იყო ქვეყანა, სადაც უმაღლესი განათლების არ მიღება ხალხს სირცხვილად მიაჩნდა. აბა უსწავლელი ხომ არ დაგვრჩება ბავში? სწავლა მიუხედავად შესაძლებლობისა ყველას უნდოდა. უნდოდა კი არა, აუცილებელიც იყო. ამიტომაც ასწავლიდნენ, სწავლობდნენ და დიპლომებსაც იღებდნენ. თუ საჭირო იყო, ყიდულობდნენ კიდეც.
სწავლობდნენ იმიტომაც, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საკუთარი ცოდნა გამოემჟღავნებინათ. ვიჯო და ზუთქვამს, ხამს მოყარე მოყრისთვისაო, და გეხუტუნეთ ყველას. სწავლობდნენ იმისთვისაც, რომ ცოდნით თავი მოეწონებინათ. უკაცრავად გოგონი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობდა ჰამლეტის ტრაგედია? ჩუმად სწავლობდნენ იმასაც, რაც არ უნდა ესწავლათ. ვინ ყოფილა კაცო ეს ფროიდი თუ ფრეიდი? მოკლედ სწავლობდნენ ყველაფერს და არაფერს ერთად. ჩვენს საზოგადოებაში ყველაფერი ზოგადია. ასე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ ადამიანები, კაცო, განათლებაც იყო და განათებაც ჩვენ ფანჯრებში. მაშინ, როდესაც სწავლაში არავინ იხდიდა ფულს. ძალიან ზოგადსაგანმანათლებლო სიუჟეტის დასასრული.